ნიკა გვარამია მყავდა წეგან სტუმრად სტუდიაში ის ლელო ძლიერ საქართველოს და გახარიას პარტიას გეპატიჟებათ ოპოზიციურ ალიანსში. არა, დიდი მადლობა. არა. დიდი მადლობა, არ შეწუხდნენ. მე ვფიქრობ ლელომ მხოლოდ ვწუნდები იმაში, ქალბატონო ინგა, აი როცა ვუყურებ აი ამ ძალიან სამწუხარო გაუგებრობას, რაც ახლა ტრიალებს იმ ფლანგზე, მე მხოლოდ ვწუნდები იმაში, რომ ლელომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. მე ამაში ისედაც ვიყავი, შემიძლია გითხრათ, დარწმუნებული, მაგრამ მხოლოდ მიღრმავდება და მიმყარდება ის რწმენა, რომ ჩვენ ვართ სწორ გზაზე, იმიტომ ჩვენ არ გვაქვს დრო. პირველ რიგში სწორად გამოყენებას პოლიტიკური დროის. ჩვენ არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვიღაცებთან დაპირისპირებაში ვიყოთ ჩართული. ჩვენ მთელ დროს ვუთმობთ, არა, ჩვენ ზოგჯერ გვიწევს ვუპასუხოთ, ზოგ რაღაცა ვთქვა, რაღაც მანიპულაციურ ინფორმაციას და ესეთი სხვაშორის ბატონი გვარამიასგან წამოვიდა ერთი-ორჯერ გასულ კვირაში თქვენთან ჩემი ეთერის შემდეგ, მაგრამ სხვა მხრივ ჩვენ არ გვინდა, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, აი ეს მართლაც მისია, რაც ახლა გვაკისრია, დავახურდავოთ ვიღაცების რაღაცა შიდა კლანურ გარჩევებზე, ხო, რაღაცა იქ სემანტიკურ ორთაბრძოლაზე, იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა. ქართულ ხალხს არ აინტერესებს ეს. ქართულ ხალხს აინტერესებს ამ რეჟიმის მშვიდობიანი გზით მოშორება, ევროპული და ამერიკული გეზის აღდგენა, ფასების ძალიან დიდი სიდუხჭირის, ქართულთა მასობრივი გადინების პრობლემების მოგვარება და უბრალოდ ადეკვატური ხელისუფლება, რომელიც მას პასუხობს, მის მოთხოვნებს პასუხობს. აი ეს პროცესი, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ვინმეს მოთხოვნებს პასუხობს, გარდა ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანისა? არა, სამწუხაროდ. ეს პროცესი არის ძალიან ცუდი პროცესი, რომელიც რეალურად აზარალებს იმ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლას, რაც უნდა იქნას აქეთ ხარეს წარმოვებული. ახლა როცა კოლეგები გუპატიჟებენ ალიანსში, რომელიც ეშლებათ და მეტიც ალიანსი კი არა, მე მგონი საკუთარი კოალიციები ეშლებათ, ხო, ალიანსი გადავდოთ. დღეს მე რასაც ვისმენდი, მე მგონი ზოგიერთი კოალიციაც დაშლის პირას არის, თუ არა უკვე დაშლილი და მე სადღან პატიჟებენ. ხო, ბატონი გვარამია როგორც საუბრობდა, მე შტაბ-შტაბ დამჩა, რომ მის კოალიციაშიც კი არის ძალიან სერიოზული კითხვები, ხო? მაგრამ ეს მათი საქმეა, მე არ ვაპირებ სხვა კოალიციების და გადაწყვეტილება არის საბოლოო, რომ თქვენ არ აპირებთ არავისთან არანაირ ალიანსში გაწევრიანებას, მაგრამ აქ გაჩნდა კიდევ ერთი კითხვა, წეგან სხვა შორის ნიკა გვარამია საუბრობდა ამაზე, ეს რაღაც ბოლო ორი კვირის თემა არის, რომ შესაძლებელია ლელო აპირებდეს ან მიდიოდეს თითქოს მოლაპარაკებები იმ საპარლამენტო სიების აღდგენაზე, რომელიც ჩახსენით საპარლამენტო მანდატები, რომელზეც უარი თქვით 2024 წლის არჩევნების შემდეგ. რამდენად ეს რეალობასთან ახლოს დგას ეს ვერსია? აი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ეს არის სრული ნონსენსი. პირველი, არავითარი განხილვა ამ საკითხთან დაკავშირებით. არც ამერიკელებთან და არც ვინმე სხვასთან არასოდეს არ ყოფილა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც საუბრობს დღეს ამ ქვეყანაში სიების აღდგენაზე, არის პატივცემული კოლეგა. არავინ მის გარდა საერთოდ არ ახსენებს ამ ფრაზას. ეს არ ყოფილა, ვიმეორებ, ამერიკელებთან რაიმე ფორმით განხილვის საგანი და მეტიც შემიძლია გითხრათ, რომ არც ამერიკელებსა და ქართული ოცნების რეჟიმს შორის არ ყოფილა სიების აღდგენა. ანუ გადაჭრიდა ხაზგასმით ამბობთ, რომ არანაირად არ აპირებს თქვენი პოლიტიკური გუნდი გადახედოს ამ საკითხს. ხო, სხვა შორის ეს თემა მე იცით რაზე ვფიქრობ? დიახ, ძალიან. დღის წესრიგში მას მერე რაც თქვენ ჩემთან ინტერვიუს დროს ბრძანეთ, რომ ჩვენი პარტნიორები, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის თბილისში ვიზიტზე ჰქონდა ჩვენ მაშინ ინტერვიუ, თითქოს იყო იმედგაცრუებული ბოიკოტის პოლიტიკით, რასაც მოყვა პროტესტი სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, აი მაგალითად იგივე ნიკა გვარამია ამბობდა, რომ როგორ ჩანს გრიგოლ გეგელი ან სხვა ამერიკელებს შეხვდა, ან იტყუება, იმიტომ რომ არანაირი პოზიცია მსგავსი ამ დელეგაციას, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას ბოიკოტთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებდა. ნახეთ, მე ვუპასუხე მას და მადლობელი ვარ ამ კითხვისთვის, ძალიან მარტივად ვიტყვი. ერთ მნიშვნელოვნად
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ, როგორც ჩვენთან შეხვედრისას, აგრეთვე საჯარო განცხადებაში, რაც საელჩომ გამოაქვეყნა, მათ შავით თეთრზე ძალიან მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია არჩევნებთან, წარმომადგენლობასთან და შესაბამისად ბოიკოტირების პოლიტიკასთან დაკავშირებით. რატომღაც ზოგიერთმა კოლეგამ ეს თარგმნა როგორც წარსული პარლამენტის მიმართ დამოკიდებულება და მე ამას გამოება მთელი კუდი, რომელიც იქ არ ყოფილა და იცით მე რა მახსენდება კიდე შევა ზოგიერთ კოლეგას საკუთარი რაღაცა წარსულის ცოდვები აწუხებდეს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ერთხელ ამ ქვეყანაში აღდგენილისიები და მაშინ ბატონი გვარამია იყო იუსტიციის მინისტრი და მან და სააკაშვილის ადმინისტრაციამ აღუდგინა მაშინდელ ოპოზიციას სია. არა, აქ არ არის საუბარი ადამიანიდან აღუდგენს, აქ საუბარია ოპოზიციის მხრიდან ვინმე ამას აპირებს თუ არა, თორე არავინ, ერთ-ერთი ადამიანი ვინც საუბრობს მაგ სიტუაციაში შეეცდება. მაგრამ ნახეთ, მაშინაც ქალბატონო ინგა 12 ადამიანიდან შევიდა და როგორმე ოპოზიცია. მესმის, კი, მაშინაც 12 ადამიანიდან შევიდა 1 ბატონი გამსახურდია, კონსტანტინე გამსახურდია. ეხლა გარდამიცვა არამედ ამას არ განიხილავს და მე არაფერი გამიგე არასოდეს არც ერთ საუბარში ნიკა გვანამისგან გავიგე პირველად პირდაპირ გეტყვით ხომ მსგავსი საკითხი. ეს არ ყოფილა არასოდეს განხილვის საგანი არც შიგნით არც გარეთ. მაგრამ ეხლა რომც აპირებდეს ქართული ოცნება მე რა ვიცი ერთსაც ვერ ვხედავ ვინც ამას გააკეთებდა განსხვავებით მაშინდელი დროისგან როცა თვითონ ბატონი გვარამე იყო მინისტრი. ამიტომ ნახეთ ეს არ არის ბოიკოტირების პოლიტიკაზე ლაბარაკობთ და ამერიკელებს ეს აწუხებთ. მე მინდა შევს ხალხს ესმოდეს მე არ ვაპირებ ვიღაცას უპასუხო, მე მინდა ხალხს ესმოდეს სწორად, ხო რა არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის არგუმენტი. ეს არგუმენტი არის ის, რომ ბოიკოტი არ უნდა გვექცეს მუდმივ პოზად, მუდმივ პოლიტიკად, მუდმივ ტენდენციად. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ რომელიღაც სია აღადგენთ და სადღაც შედითო. არა, და ამერიკელებს არასოდეს ეს არ უთქვამთ, ამერიკელებმა თქვენს რომ გამოიყენეთ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები. არ შეუწყოთ ხელი პოლიტიკის მკვლელობას, იმიტომ მუდმივი ბოიკოტირება და ეს არის ჩვენი მყარი ფილოსოფია, რასაც მუდმივად ვაცნობთ საზოგადოებას, მუდმივი ბოიკოტირება, მუდმივად საარჩევნო ნიჰილიზმის თესვა არ წაიყვანს ამ პროცესს წინ და მეტიც სრული დაბეჯიდებით ვამბობ, მოკლავს პოლიტიკას და დაასამარებს პარტიულ პოლიტიკურ ცხოვრებას და ეს ვისი მიზანია? ბიძინა ივანიშვილის. ვინ აუქმებს პარტიებს? ბიძინა ივანიშვილი. ვის უნდა რომ ყველა დარჩეს სახლში? ბიძინა ივანიშვილს. ვის აწყობდა მათ შორის 2025 წელს გაგვეტანებინა ყველა დიდი ქალაქი? ბიძინა ივანიშვილს. მათ შორის მაშინ მაგ ლოგიკით ისიც ბიძინა ივანიშვილს შეიძლება აწყობდა 2024 არჩევნების შემდეგ რომ მანდატებზე თქვი თუ არის მე თქვენს ლოგიკას მიუყვები ახლა რაც ჩამოაყალიბეთ და ამიტომ swams აბსოლუტურად ლოგიკური კი ანუ მაგის მერე მიიღო ყველა ავად სახსენებელი და საშინელი კანონი ანუ გამოდის რომ თქვენს ბიძინას თამაში გითამაშეთ ნახეთ არა ჩვენ არ გვითამაშია დემოკრატიულ ძალებს მაშინ ბიძინას თამაში მაგრამ ბიძინა ივანიშვილს გავუყვებით ეგრე გამოდის მესმის მაგრამ ნახეთ როცა ეროვნული ხელისუფლების ლეგიტიმაცია იდგა იმ კონკრეტული ისტორიული ვითარების პასუხად რომელშიც თვითონ რეჟიმი გავიდა ხო კონსტიტუციიდან მათ შეცვალეს საგარეო პოლიტიკური კურსი მათ დაიწყეს მოქალაქეების მასობრივი დარბევა ისინი გავიდნენ ქართული კონსტიტუციონალიზმის ველიდან ასეთ ვითარებაში იმ პარლამენტში შესვლა მე ვფიქრობ ყველასათვის იყო მორალურად და პოლიტიკურად მიუღებელი მაგრამ გამოიყენა თუ არა ეს ივანიშვილმა ეს კიდევ ცალკე კითხვა და კი გამოიყენა რა თქმა უნდა იმ პარლამენტში დღეს რო არიან მარტო ესენი რა თქმა უნდა ეს გამოიყენეს ძალიან კარგად საკუთარი თავის სასიკეთოდ და თქვენ სწორად აღნიშნავთ ამას ხო რაღაცა რიხინი იღებენ კანონებს პარლამენტი აქვს გადაქცეული მართლა მაპატიარ ხეს ბიძინას ბოსელად რომელსაც არაფერი საპარლამენტო არ სცხია და რა თქმა უნდა მათ მიტაცებული აქვთ კიდევ უფრო ეფექტურად პოლიტიკური პროცესი და იგუშინ შალვა პაპუაშვილი გამოვიდა და კიდევ ერთხელ შეეხო პარტიების აკრძალვის თემას სხვა შორის აქვე შეგახსენებდით რომ 11 ივნისს ჩაინიშნა ზუსტად იმ დღეს როდესაც ევროკომისია და საქართველოს წარმომადგენლობა ერთმანეთს ხვდება იმ საკითხზე საბოლოოდ ნიადაგის მოსამზადებლად შეგვიჩერდება თუ არა ვიზა ლიბერალიზაცია ზუსტად მაგ დღეს დაამთხვიეს იმ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის სასამართლო რომელზეც ბრალი აქვს წარდგენილი პოლიტიკურ ლიდერებს მათ შორის თქვენი პარტიის ორ ლიდერს მამკვა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ხო რა არის ეს თქვენი აზრით ანუ რატომ გადმოწიეს რატომ გადაწყვიტეს რომ სწორედ აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
ცდილების არა, მაგრამ მოლაპარაკების დღეს დაემთხვეს სასამართლო პროცესი, რომლითაც შესაძლებელია უკან შეაბრუნონ ციხეს. აი ეს არის აბსოლუტურად ქოცური ხელწერა წლების განმავლობაში. მე მახსოვს კანდიდატის სტატუსის პირველად რომ მიგვიღოდა რომ არ მოგცეს მაგის წინ დააკავეს სწორედ მედია ლიდერი ჩემს წინა პატრიცობის სტუმარი ხო ბატონი გვარამია ზუსტად მაშინ მე ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითად ხო ქართული ოცნება ეწევა საბოტაჟს მუდმივად საქართველოს ევროპული კურსის ისინი შედარებით უფრო მეტ ლიბერალიზაციის პოლიტიკას განიხილავენ ამერიკასთან იმიტომ რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია სხვანაირად ტრამპის და ამერიკის მაგრამ ვხედავთ რომ ეს საკითხი არ მიდის წინ რეალურად ვერ ხდება დალაგება და ნორმალიზება ამიტომაც ვხედავთ ახლა რომ ივანიშვილს აქვს კიდევ ერთი რაუნდი ისტერიული რაღაც პარანოიული შემოტევისა ამიტომაც გამოგზავნდა აი პრემიერის როლში მყოფი ეს ეგრეთ წოდებული რაღაცა დე-ფაქტო ლიდერი და წუთში 4ჯერ გვიხსნა ბიძინა ივანიშვილი 7 წუთის განმავლობაში და აქოდა ადიდა და ესე იგი ხოტბა შეასხა რატომ იმიტომ რომ აშკარა რომ ივანიშვილს აქვს მორიგი პარანოიული ისტერიული ხასიათის შემოტევა აშკარა არის კობახის დღეები არის დათვლილი და ამას ბევრი მოვლი ძალიან დიდი ხანია აშკარა არის რომ ამერიკასთან სტაბილიზაცია ვერ ხდება და ვეღარც ივანიშვილის მოტყუება ვეღარ ხდება რომ ყველაფერი კარგად იქნება არ დასაქცირდები არ გეშინოდეს და აი ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მივდივართ კიდევ ერთ წრეზე როდესაც ზუსტად 11 ივნისს თქვენ აბსოლუტურად ზუსტად აღნიშნავთ მაშინ როდესაც უნდა იმსჯელონ აი ამ ძალიან კრიტიკულ საკითხზე მილიონობით ქართველს უვიზო მიმოსვლა ექნება თუ არა აი ზუსტად ამ დღეს გადმოწიეს საბოტაჟის საქმე რომელიც პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ ლიდერს ერთად ასამართლებს აბსურდულია ეგ საქმე რასაც ქვია ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე მაგრამ რამდენადაც აბსურდული არ უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში თუ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება როგორც წესი ციხით მთავრდება ხოლმე ასევე სრულიად წარმოუდგენელი იყო ეხლა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო რომ შესაძლებელი იყო პოლიტიკური ლიდერები ციხეში გაეშვათ მაგრამ ჩვენ ვნახეთ რომ ეს განახორციელეს ამიტომ რაც არ უნდა აბსურდული იყოს ეს საქმე ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე სულ არ გამოურიცხავ მე პირადად რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს ციხით და პლუს ამისა ზედაერთოს პარტიების აკრძალვა აი თქვენ ახსენეთ რომ შედარებით უფრო ცდილობენ რომ არ გაართულოს სიტუაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნახეთ რუბიოზარი კობახიძესთან მერე როგორც განვითარდა და რაც განვითარდა ესეც ვნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი თქვენ პირადად გქონდათ ეს შეხვედრა და უცებ აი ამ ყველაფრის ფონზე როცა ჩნდება განცდა რომ ხომ არ ალაგებს ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ხომ არ იძრენს ოცნება თავს ამ საერთაშორისო იზოლაციიდან ამასობაში ჩვენ ვხედავთ რომ იღებენ აქტს კონგრესში ქართული ოცნების წინააღმდეგ ანუ პრაქტიკულად გამოცხადებულია ეს ხალხი ირანის რუსეთის ჩინეთის პარტნიორად საუბრობ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილ ახალ აქციაზე ეს რას უქადის გრიგოლ აი ძალიან რომ გავამარტივოთ საკითხი ეს რას ნიშნავს ქართული ოცნებისთვის ეს არის მე ვფიქრობ ძალიან მკაფიო გზავნილი ამერიკიდან თან ზუსტად სახელმწიფო დეპარტამენტის მესამე მაღალი რანგის ვიზიტის შემდეგ იმასთან დაკავშირებით რომ პირველი ქოცურ ფასად არანაირი დალაგება და ნორმალიზება არ მოხდება ამერიკის შეერთებულ შტატებს მე შეგვიძლია კიდევ ერთხელ თქვა ხაზგასმით აქვს 5 მკაფიო პირობა ჩამოკიდებული ამ რეჟიმთან საუბრისას ეს არის ცხადია შუადერების და ანაკლიის საკითხი და ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ბრაიან მასტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირდაპირ აი სწორედ მას უყურებთ ახლა პირდაპირ განცხადება იმასთან მიმართებით რომ ანაკლიაში ჩინური კაპიტალის შემოსვლა რეჟიმს უნდა ესწროს არის ძალიან დიდი რისკების შემცველი ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვიცით ამერიკისგან რომ ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა არის ერთ-ერთი მოთხოვნა ირანზე პოლიტიკის გასწორება არის კიდევ ერთი მოთხოვნა ცხადია ამავე დროს პოლიტიკის და დემოკრატიის საკითხები მართლა შეიძლება არ იყოს ყველაზე პირველი ტრამპის ტრანზაქციულ საგარეო პოლიტიკაში მაგრამ მაგიდაზე არის და როდესაც რუბიო ხედავს რომ არც ერთი ეს მოთხოვნა არ სრულდება როდესაც პირიქით რეჟიმი განაგზავს თავდასხმას
როდესაც რეჟიმი თავს ეწყვის ბატონ ვილსონს, ხო? და ჩვენ ვნახეთ, რომ რუბიო დაეთანხმა ვილსონს. აი იმ ვილსონს, ვისაც ხოცები დასცინიან, ხო? და ვიზედაც ამბობენ, რომ ვილსონი არის რაღაცა ერთი ადამიანი, რომელიც საკუთარ დღის-წესრიგს ეწევა და ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ერთ ადამიანს მიესალმა და დაეთანხმა სახელმწიფო მდივანი რუბიო. ამიტომაც ამერიკა გზავნის ძალიან მკაფიო გზავნილს, რომ პირველი სტრატეგიული ინტერესი არის ადგილზე, მეორე რომ ამერიკას კარგად აქვს გააზრებული მავნე ძალების აქ ყოფნა, presence, რასაც ქვია, ეს არის რა თქმა უნდა ირანი, ჩინეთი და რუსეთი. მესამე ის რომ ამერიკის კონგრესი მუდმივ მზადყოფნას გამოხატავს, რომ აღმასრულებელს დაავალოს გაკონტროლება, ანუ საქართველოს კონტროლზე აყვანა და თუ ეს შედეგები რაც დასკვნაში იქნება, რომელიც არის დაკვეთილი, ხო ხა კონგრესის მიერ, თუ ეს არ იქნება დამაკმაყოფილებელი, გადაიხედება სავაჭრო, სამხედრო და საინვესტიციო ურთიერთობები, ანუ პრაქტიკულად ყველა ძირითადი მიმართულება, რაც შევა არსებობდეს ორ სახელმწიფოს შორის. და როგორი შეიძლება იყოს გადაწყვეტილება, ამაზე პროგნოზის გაკეთება შეიძლება თუ კი გავიხსენებთ მაგალითად 3 ივნის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში მოსმენას, ჯო ვილსონი ახსენეთ თქვენ და რუბიო, რომელმაც თქვა, აი რა თქვა მარკო რუბიომ, მან იმედი გამოთქვა, რომ შესაძლოა შეიცვალოს არა მხოლოდ ამერიკისა და საქართველოს შორის ურთიერთობის, არამედ მათი ქცევის ტრაექტორიაც და როდესაც რუბიოს კითხა ჯო ვილსონმა თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ქართული ოცნების მთავრობის მიერ წახალისებული სწრაფად მზარდი რადიკალიზაციის წინააღმდეგ, ამაზე როცა იყო საუბარი, რუბიომ განაცხადა მართალი ხართ, ის დაეთანხმა ქართული ოცნების მიერ აბუჩად აგდებულ კონგრესმენს და უთხრა მართალი ხართ, ყველაფერი რაც ახლა აღწერეთ, ჩვენ აქამდეც გვაშფოთებ და მას შემდეგ მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესება, ჩვენ ავუხსენით მათ თუ რა იქნებოდა ამისთვის საჭირო. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ დადებით გამოხმაურებებს და იმედი გვაქვს, რომ დავინახავთ ტრაექტორიის შეცვლას. თბილისმაო, კითხაო, რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, რომ ამის საფუძველზე შევძლებთ განვავითაროთ და შესაძლოა შევცვალოთ არა ჩვენი მხოლოდ ურთიერთობა, არამედ ქცევის ტრაექტორია. მე რა მოყვა და როგორ განმარტა ეს კობახიძემ უკვე ყველასთვის ცხადი. კი, აი და ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი, რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან მკაფიოდ ჩამოკიდებულ პირობებს, რომელსაც ქართული ოცნების რეჟიმი საბოლოო ჯამში უცხადებს უარს. და აი ისიც რომ არაკლიაზე ყოველ მეორე დღეს ამბობენ, რომ დაიწყეს მშენებლობა, ყოველ მეორე დღეს ამბობენ, რომ დაიწყეს გათხრა. აი 7 წლის წინ უკვე რომ გათხრილი იყო, 6 წლის თავზე კუპირდებიან, ახლა გავთხრითო. უკვე რომ მაკეტი იყო წლების წინ, უკვე რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება იყო გაკეთებული მრავალ ათეულ მილიონიანი აქვე ვიტყვი, ხო? ეხლა გვეუბნებიან, რომ ხელახლა უნდა გააკეთონ. აი ეს არის ქოცური ნონსენსის ძალიან მკაფიო გამოხატულება. და ხა მარკო რუბიო არის ძალიან მაღალი ინტელექტის ადამიანი, ძალიან კარგად ინფორმირებული, ათასობით კარგი ხარისხის და მაღალი კალიბრის საჯარო მოსამსახურე ურჩევს მას და ეხლა ბორენკა ივანიშვილი და მისი რეჟიმი მარკო რუბიოს ვერ მოატყუებს. ამის ილუზია მათ არ უნდა გააჩნდეთ და ჩვენ ვხედავთ, როგორც კი ვითომ შედარებით დაუახლოვდა საქართველოს ამერიკის აი ეს როგორ ვთქვათ მოლაპარაკება, იმ წუთას ვხედავთ, ეს საბოლოოდ წავიდა ისევ ნულისკენ და მათ შორის ვხედავთ იმას, რომ ამ რეჟიმის პირობებში არც ანაკლია შენდება, არც ეკონომიკა მიდის წინ, არც რაიმე ტიპის განვითარება ხდება. ვხედავთ იმასაც, რომ სამხრეთ კავკასიაში არნახული ჩართულობაა ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებმა, ტრამპის სახელობის გზა არის. ერთხელ დამარცხებული რუსეთი, ამჯერად სომხეთის არჩევანში. დიახ, ნახეთ, რუსეთის მარცხი ვნახეთ სომხეთში, ვნახეთ მოლდოვაში, ვნახეთ რუმინეთში, ვნახეთ უნგრეთში, ყველგან რეგიონში მარცხდება რუსეთი. ყველგან რეგიონში არჩევნების გზით ხალხი ირაზმება და ცulis მიუხედავად მრავალი სიძნელისა ამა თუ იმ მავნე ენერგიას. და აი ეს არის ის, რასაც ლელო ძლიერი საქართველოს ლაპარაკობს. ასევე და ძალიან მკაფიოდ მთელი პერიოდის განმავლობაში ჩვენ უნდა გქონდეს სწორი საგარეო პოლიტიკა, მართლა პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, უნდა გქონდეს სუვერენულ ინტერესებზე აგებული პოლიტიკური პოზიციები და ქვეყნის შიგნით უნდა გქონდეს რწმენა, რომ მიუხედავად სიძნელებისა, მიუხედავად იმისა, რომ გვაპატიმრებენ, პარტიას გვიგზალავენ, დაგვждდევენ, არ ვიცი მეტი კიდევ რა უნდა გააკეთონ, ხო? ამის მიუხედავად ჩვენ შეგვიძლია ამ რეჟიმის შეცვლა, იმიტომ ჩვენ ვართ მართალი, გვაქვს ძალიან ადეკვატური პოლიტიკური ხედვა იმისა
თუ რა ჭირდება ჩვენ ქვეყანას, როგორ უნდა დავარეგულიროთ ფასები, როგორ უნდა იყოს უკეთესი ეკონომიკა, როგორ უნდა შევცვლოთ ისაც ფაშინიანმა შეძლო და ეგერ NVIDIA შემოიყვანა 10,000 სამუშაო ადგილი უნდა შექმნას სომხეთში და შექმნის სულ მალე. და ამ დროს კობახიძე გამოდის და 257 ბინა გავყიდეო, ხო, იმავე პერიოდში ამბობს. არაბული ბინების მაკლერად არის გადაკეთებული პრემიერ-მინისტრი უნდა ერქვას კაცს და შევხედოთ ფაშინიანს. და შევხედოთ იგივე ალიევის სხვა მაგალითია, მაგრამ ალიევმაც დადო სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ფაშინიანმაც დადო სტრატეგიული პარტნიორობა. ცოტა ხნის წინ შევიყავით ერთადერთი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, ვისაც ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან. ეხლა ვართ ერთადერთი, ვისაც აღარ აქვს. ფაშინიანი საკუთარ მხარდამჭერებს პირდებოდა მოსახლეობას, რომ აი 2 წელიწადში გექნებათ უვიზო მიმოსვლა, ვიზა ლიბერალიზაცია და ამ დროს ჩვენ გვაქვს და კარგავთ, აი უბრალოდ კარგავთ. არ არის კარგი მოლოდინები, მათ შორის ევროკავშირთან მიმართებაში და ძალიან სამწუხარო იქნება თუ კი ეს შეეხება ქართულ ხალხს, ვიდრე მათ დიპლომატიურ პასპორტებს ეხებოდა, ცოტას ვიცინოდით, ცოტას ვღლიცინებდით და საერთოდ არ გვადარდებდა სინამდვილეში ხა რომელიღაც X დეპუტატი თავის დიპლომატიურ პასპორტს გამოიყენებდა თუ არა, მაგრამ აი ეხლა უკვე დღის წესრიგში დგება, რომ შესაძლოა ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერდეს ქართულ ხალხს. ეს რას ნიშნავს? რას მოუტანს ეს აი ეხლა ადამიანს, რომელიც გვიყურებს ჩვენ? ეს არის კატასტროფა ჩვენთვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთვის ხალხისთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დავკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან ბერკეტს, რომელსაც იყენებს 100,000 ქართველი ტურიზმისთვის, ეკონომიკური, საგანმანათლებლო მიზეზებით, ემიგრაციაში მყოფი ახლობლების სანახავად, ხო? ეს ერთი და ძალიან მძიმე გარემოება. მაგრამ მეორე, ეს იქნება ისეთი ტიპის ინსტრუმენტის დაკარგვა, რომელსაც კონკრეტული რაღაცების გამო გაძლევენ. ეს ინსტრუმენტი არ აქვს ყველას, ეს ეძლევა სპეციფიკურ შემთხვევებში ქვეყნებს, რომელიც არიან პარტნიორები, მეგობრები, რომელიც სწორ კურსს ატარებენ და ძალიან დიდი მუშაობა ჭირდება ასეთი ტიპის ინსტრუმენტის მიღებას. მithmes ამ რეგიონში მყოფი სახელმწიფოსთვის და ამაზე იმუშავა ქართულმა საგარეო სამსახურმა და საჯარო სამსახურმა ათეულობით წლების განმავლობაში. ეს არ არის უბრალოდ მიღებული ინსტრუმენტი და აი ახლა ამის დაკარგვის რისკი დაგვიდგა. ამიტომაც ეს არის ისეთი ჩარჩო ინსტრუმენტის დაკარგვის მომენტის გარდა იმისა, რომ ვიზის რიგში მოგვიწევს დგომა და 3 და 4 თვე შევა ვერ წავიდეთ სადღაც ეხლა რომ ჩარჯდები და წახვალ ძალიან იაფ ფასად ქუთაისიდან და თბილისიდანაც ეს ხო საერთოდ აღარ იქნება, მაგრამ ცივილიზაციურ და სახელმწიფოებრივ ამბავშიც ჩვენ დავკარგავთ ისეთ მონაპოვარს, რასაც მართლა აცლებით დაჭირდა, მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა ერთ გარემოებას. ჩვენ ხანდახან ვისმენთ რაღაც ისეთ სრუ პოლარობას, რომ იცით მოდი მოუწოდოთ ამაზე ან იმაზე. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ ერთადერთი ვინც განისჯება და ვისი პოზიციაც განისჯება უვიზო რეჟიმის ბედის გადაწყვეტისას, ეს არის ქართული ოცნების რეჟიმი. თქვათ გრიგოლს რა პოზიცია ეკრება პირობითად ან ვიღაცას, ეს არ არის განხილვის საკითხი. განხილვის საკითხი ევროკომისიისთვის არის ქართულმა ოცნებამ რა გააკეთა და რა არ გააკეთა. რამდენ დაიცვა სტანდარტი, რამდენ არ დაიცვა. კი. რეალურად მაგიდაზე დადებულიც აქვს პირობები უკვე კარგახანია, რა უნდა გააკეთონ, მათ შორის რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ როგორ მიზანმიმართულად მისხვეჩვეს მე მაგაზე მაქვს ჩემი თითქოს ჩამოყალიბებული მოსაზრება პოზიცია, რომ ეს არის კრემლის დაკვეთის შესრულება. ანუ ისეთი მარტივია ამ მეტისმეტად გართულებული სიტუაციის შემოტრიალება, მაგრამ არა. აი ცოცხალი თავით ამაზე არ მიდიან და ბოლოს მაინც გრიგოლ, რა არის თქვენი მოლოდინი? მე ისევ სვამ კითხვას ვეხები, ერთი რომ კიდევ ხელახლა დღის წესრიგში დააყენეს პარტიების აკრძალვა და მეორე რომ აი გადმოწიეს ეს საბოტაჟის საქმე. ელოდებით თუ არა რომ გაბრაზებულმა ივანიშვილმა, როგორც კობახიძემ გითხრა, ყველა გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი, ანუ შეიძლება ჩვენ განსხვავებული აზრი გქონდეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ივანიშვილის აზრი იმარჯვებს, ხო? ანუ გაბრაზებულმა ივანიშვილმა, მათ შორის აი თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მხარდაჭერილ ამ აქცზე რო ვსაუბრობთ, ან ევროკავშირში ჩვენთან დაკავშირებით ღიად დაფიქსირებულ პოზიციებს და ამ დასაწყებ მოლაპარაკებებს, რომ ჯინაზე გაბრაზებულმა გასცეს განკარგულება და ყველა ისევ აღმოჩნდეს ციხეში, მათ შორის თქვენი ლიდერები.
სამწუხაროდ შემდგომი ავტორიტარიზაცია და შემდგომი რეპრესიული მოჭერა, ასე თუ ვიტყვით, პოლიტიკურ სისტემაზე არის ჩემი აზრით ის, რაც გველის ახლა, იმიტომ რომ ივანიშვილი არის გაწმილებული, ის მარცხ ხდება აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ასპარეზზე, იქაც კი სადაც ეგონა რომ ქონდა უკეთესი შანსები მის ხოცურ ფასს არიღებენ და ლელო ძლიერი საქართველო ამას მუდმივად უსვამდა ხაზს გასული თვეების განმავლობაში რომ ძალიან კონკრეტული ფასი არსებობს რომლის გარეშეც არ იქნება ნორმალიზება მათ შორის არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ქართულოცებას როგორც ჩანს მაინც გააჩნდა გარკვეული ილუზია იმასთან დაკავშირებით რომ ამ ფასის გადახდის გარეშე ამ ნაბიჯების გადადგმის გარეშე პოლიტიკების გათავისუფლების გარეშე დემოკრატიზაციის გარკვეული ხელშეწყობის გარეშე ხო გულისხმობ გარკვეული ტიპის დემოკრატიული ლიბერალიზაციას ხო აი ამ წნეხის მოხსნას ურთიერთ განადგურებაზე ორიენტირებული პოლიტიკის შეჩერებას ამის გარეშე სურდათ ნორმალიზება ურთიერთობების და ეს რომ არ გამოდის რა თქმა უნდა ივანიშვილის ლოგიკას თუ შევხედავთ რაც მას აქვს წლების განმავლობაში ჩვენ ის ვისწავლეთ ხო კეთროთა განმავლობაში ეს ლოგიკა არის რომ ის შიდა წნეხით უპასუხებს გარე გაწმილებას ამიტომ მე მოველი მხოლოდ უარეს ვიდრე დადგება უკეთესი როგორც ინგლისელებს უყვართ ხოლმე თქვა მაგრამ ეს უკეთესი დადგება მე ეს ვიცი ზუსტად და ვიცი რომ ამ ქვეყნისთვის ბრძოლას აქვს აბსოლუტურად უალტერნატივოდ აზრი ვიცი რომ ჩვენ გამემარჯვებთ ვიცი რომ ეს წლები გაგვახსენდება როგორც სამარცხინო შავი ლაქა ჩვენს ეროვნულ ისტორიაში რომელსაც უბრალოდ ბავშვებს ვასწავლით როგორ არ უნდა მოხდეს ქვეყნის ცხოვრების წარმართვა და ვიცი ისიც რომ ამ ქვეყანას ძალიან დიდი პერსპექტივა გააჩნია ძალიან დიდი მომავალი გააჩნია და თუ სომხეთი აკეთებს აგერ აი როგორ შეიძლება რომ ერევანს წარმატებას უსვამს როგორ შეიძლება აი ვინმე წარმოიდგენდა რომ ერევანი გვაჯობებდა ყველა პარამეტრით დემოკრატიის საგარეო პოლიტიკის ეკონომიკის ხო და მე კი წარმატებას უსვამ მაგრამ მე მინდა რომ თბილისი ჯობნიდეს ყველას არა თუ ერევანს და ბაქოს მინდა რომ თბილისი ჯობნიდეს ბერლინსაც და რომსაც და პარიზსაც ეგ ამბიცია მაქვს ამ ქვეყნისთვის და აი ამ ამბიციისთვის ბრძოლას აქვს ძალიან დიდი ფასი. წარმატება მინდა გისურვოთ რომ კითხოთ კობახიძეს, დანიას, გერმანიას და მთელ ევროპულ სახელმწიფოებს ჯობნის საქართველოს თავისი მმართველობითა და დემოკრატიით ან ეკონომიკური მიღწევებით იქ სიღატაკეა და აქ თურმე კეთილდღეობა. წარმატება მინდა გისურვოთ ძალიან დიდი მადლობა გრიგოლ ნახოთ 11-ში როგორ განვითარდება პროცესები ეს ძალიან ღია დამთხევაც არა ეს არის ძალიან ღია გადაწყვეტილება და ეს არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ მაინც და მაინც 11 ივნისს როდესაც ევროკომისია და საქართველოს წარმომადგენლობა იწყებენ მოლაპარაკებებს რაზეც შესაძლოა საბოლოოდ დაფუძნდეს გადაწყვეტილება საქართველოს შეუჩერდეს ვიზა ლიბერალიზაცია აი ამ დროს პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ხელოვნურად გამოგონილი საქმის გამო სასამართლოს ჩანიშვნა ეს არის პირდაპირ მუშტების ჩვენება ყოველ შემთხვევაში მე ამაში დარწმუნებული მაგრამ საბოლოო მუშტს აჩვენებს ქართველი ერი აი მავნებელ რეჟიმს ამაში დარწმუნებული დიდი მადლობა გრიგოლ გეგელიას უსმენდით